სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ამინ. 17 მაისს უკვე დაახლოებით 13 წელიწადია ჩვენი ეკლესია აღნიშნავს ოჯახის სიწმინდისა და მშობელთა პატივისცემის დღეს. აქედან გამომდინარე, ნაცვლად დღევანდელი სახარების განმარტებისა მინდა წაგიკითხოთ კვლავ წმინდა ლუკა ყირიმელის სიტყვა ოჯახისა და ბავშვთა აღზრდის შესახებ. ცოლ-ქმრის ურთიერთობის შესახებ პავლე მოციქული წერს: ცოლნი თვისთა ქმართა დაემორჩილენით, ვითარცა უფალს. რამე თუ ქმარი არს თავ ცოლისა, ვითარცა ქრისტე თავარს ეკლესიისა, და იგი თავადი არს მაცხოვარი გვამისა. არამედ ვითარცა ეკლესიაი დამორჩილებულ არს ქრისტესა, ეგრეცა ცოლნი თვისთა ქმართა ყოფლით. ქმართა გიყვარდე ცოლნი თვისნი, ვითარცა ქრისტემან შეიყვარა ეკლესიაი და თავი თვისი მისცა მისთვის. ეს რე ჯერ არს ქმართა ცოლთა თვისთა სიყვარული, ვითარცა ხორცთა თვისთა. რამე თუ რომელსა უყვარდეს ცოლი თვისი, თავი თვისი უყვარს. რამე თუ არავინ სადა თავი თვისი მოიძულის, არამედ ზრდინ და ჰფუფუნებნ მას, ვითარცა ქრისტე ეკლესიასა. რამე თუ ასონი ვართ გვამისა მისისა, ხორცთა მისთაგანი და ძვალთა მისთაგანი. ამისთვის დაუტეოს კაცმან მამაი თვისი და დედაი თვისი და შეეყოს ცოლსა თვისა და იყვნენ ორნივე იგი ერთ ხორცს. საიდუმლო იესე დიდარს, ხოლო მე ვიტყვი ქრისტესთვის და ეკლესიის. გარნა თქვენცა კაცად კაცადმან თვისი ცოლი ეგრეთ შეიყვარეთ, ვითარცა თავი თვისი, ხოლო ცოლს ამას რაითა ეშინოდეს ქმრისა. ხედავთ პავლე მოციქული როგორ განადიდებს ქორწინებას. განა შეიძლება ქორწინება უფრო ღრმა ურთიერთობას მივამსგავსოთ, ვიდრე ქრისტესა და ეკლესიის კავშირია. აქ ქორწინება ცოლ-ქმრობა საოცარ სიმაღლეზეა აყვანილი. სხეულის გვირგვინი თავია, რადგანაც ჩვენი სხეულის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი ტვინი მასში მდებარეობს. ეკლესიის თავი კი უფალია. ქრისტესგან როგორც ფესვებისაგან ეკლესიის წევრები ღვთაებრივი სასმელით საზრდოობენ. ქრისტეშია ჩვენი სიცოცხლე. ამიტომაც ეკლესია წმინდაა. ქორწინებაშიც ქმრისაგან, ოჯახის თავისაგან მომდინარეობს ყველაფერი საუკეთესო, რაც ოჯახის გაძლიერებისათვის არის აუცილებელი. სიყვარული სხვადასხვაგვარია. არსებობს ცოლ-ქმრული, დედა-შვილური სიყვარული, მაგრამ არსებობს უფრო მაღალი დონის სიყვარული ყველა ადამიანის მიმართ. როცა თითოეულ მათგანში ღვთის ხატებას ვხედავთ, ყველაზე სრულყოფილი, წმინდა კი ღვთის სიყვარულია. ყველა საქმეში მცირედან დიდზე უნდა გადახვიდე. ქორწინებამ კი დიდი სიყვარული უნდა გვასწავლოს. ცოლ-ქმრული სიყვარული შედარებით ადვილია, რადგან მას ხორციელი ლტოლვა განამტკიცებს. კაცი და ქალი ერთმანეთს ავსებენ. ამის შედეგად ამ ქვეყანას ახალი ადამიანი ევლინება. მაგრამ ქორწინების მიზანი მხოლოდ ხორციელი სიყვარული არ უნდა იყოს. ქორწინებამ ჩვენ უმაღლესი სიყვარული უნდა გვასწავლოს. ცოლი მისი სხეულის გამო კი არა, კეთილი გულისა და წმინდა სულის გამო უნდა გვიყვარდეს. ცოლი ქმარს სულიერად ავსებს და პირიქით. ამიტომაც ცოლ-ქმარ შორის ურთიერთობაში მთელი ძალით უნდა გამოჩნდეს სულის, გონებისა და გულის ის განსაკუთრებულობა, რომელიც მხოლოდ კაცს და მხოლოდ ქალს ახასიათებს. კაცი ქორწინებით თავის სულიერ სისავსეს პოულობს. მამაკაცური გულის მოუხეშაობა ცოლის სინაზითა და გულის სიწმინდით ივსება, რადგანაც ქალის გული უფრო დახვეწილია და სულიერი სიყვარულის მეტი უნარი აქვს. ცოლს კი უნდა ახსოვდეს, რომ ღმერთმა მამაკაცს მეტი ფიზიკური ძალა მისცა. უფრო ხშირად კაცის გონებრივი შესაძლებლობებიც ქალისას აღემატება. ქმართან ურთიერთობისას ცოლმაც თავისი სისუსტე, მამაკაცური ძლიერები, გამჭრიახობითა და ძლიერი ნებით უნდა შეივსოს. კაცი და ქალი ქორწინებით ერთი სული და ერთი ხორცი უნდა გახდნენ. მათი კავშირით რაღაც უფრო აღმატებული უნდა დაიბადოს, რაც თითოეულ მათგანში კარგი და დიდებულია. ყველაფერი უნდა შეერთდეს. განა ეს სიმდიდრე ღვთის მადლით არ არის? განა ეს არ არის ქორწინების საიდუმლო,
მისი ყველაზე ღრმა მნიშვნელობა. ცოლებო, დაემორჩილენი თქვენს ქმრებს, როგორც უფალს, იმიტომ რომ ქმარი ცოლის თავია. ეს სიყვარულითა და თავისუფალინებით დამორჩილებას ნიშნავს. მორჩილებაზე საუბრისას ამაყი ქალები მაშინვე აღშფოთებას გამოხატავენ. მათ არ სურთ იმის გაგება, რომ სიყვარულით მორჩილება ქმარსა და ცოლს შორის სრულ თანასწორობას გულისხმობს. ჩვენს ქვეყანაში სხვა ქვეყნებისაგან განსხვავებით, ქალი ყველანაირი ასპექტით მამაკაცის თანასწორია. მას ყველა სფეროში მოღვაწეობის უფლება აქვს. კარგია ნეტავ, ქალმა სრული თავისუფლება რომ მიიღო. სულიერი თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, ქალის თავისუფლება კურთხეულია, მაგრამ მას რაიმე საზღვრები არ უნდა ჰქონდეს. ქალი თავისი ორგანიზმით კაცისაგან განსხვავებულია. მისი ფიზიოლოგია გარკვეულწილად მისი სულის განსაკუთრებულ თვისებებსაც განაპირობებს. ღმერთმა ქალი კაცის შემდეგ მის შემწედ გააჩინა. ქალს აქვს უდიდესი დანიშნულება, რაც კაცს არ გააჩნია. ქალის ფუნქცია ბავშვების გაჩენა და მათი აღზრდა. რადგანაც არ შეიძლება შვილი გააჩინო და შემდეგ მიატოვო. მშობლებს, განსაკუთრებით კი დედას, წმინდათა წმინდა მოვალეობა შვილების აღზრდა აკისრია. ეს მოვალეობა ქალის უმძიმესი ვალია. ყოველივე დიადი, მარადიული და წმინდა ყოველთვის უმთავრესია. ამიტომაც აუცილებელია, რომ ქალის ცხოვრებაში ეს ამოცანა პირველ ადგილზე იყოს. ქალი სახელმწიფოსა და საზოგადოების წინაშე ბავშვების აღზრდაზეა პასუხისმგებელი. უფრო მეტიც, მას ამ მოვალეობაზე უარის თქმა არ შეუძლია, რადგანაც ეს მძიმე ცოდვაა. და მან მამაკაცივით იმუშაოს. სხვადასხვა სფეროში თავისი სიტყვა თქვას, მაგრამ თავისი უმთავრესი მოწოდება ნუ დაავიწყდება. სამწუხაროდ, მას შემდეგ, რაც ქალისა და კაცის შრომა გათანაბრდა, ოჯახებში ბავშვთა აღზრდის მხრივ სავალალო მდგომარეობაა. სკოლას ოჯახური აღზრდის ჩანაცვლება არ შეუძლია. ვინ ზრდის ბავშვებს იმ ოჯახებში, სადაც დედასა და მამას მაღალი თანამდებობები უკავია. დილიდან საღამომდე მუშაობენ და საკუთარი შვილებისთვის არც დრო და არც ენერგია აღარ რჩებათ. უმეტეს შემთხვევაში არავინ. კარგია, როცა ოჯახში აღმზრდელად ხანდაზმული კეთილი ძიძაა, მაგრამ ყველა ოჯახში ასე არ არის. ისეთი ოჯახი, რომელშიც ბავშვების აღზრდით არავინ არ არის დაკავებული, სულიერი თვალსაზრისით ერთ მთლიანობას არ წარმოადგენს. ამას კი არც საზოგადოებისთვის და არც სახელმწიფოსთვის სიკეთე არ მოაქვს. სახელმწიფო მაშინ არის ძლიერი, როცა მყარი და კარგი ოჯახებისაგან შედგება. ადამიანი სრულფასოვნად მაშინ ცოცხლობს, როცა მისი ორგანიზმის ყველა უჯრედი ნორმალურად ფუნქციონირებს. თუ რომელიმე მათგანი დაზიანდა, ეს მთელ ორგანიზმზე აუცილებლად აისახება. ასევეა საზოგადოებაც, რომელიც ცალკეული ოჯახებისაგან შედგება. კარგი არ არის, როცა ოჯახში ქალი კაცის ფუნქციას კისრულობს. უარს ამბობს იმ ოჯახურ მოვალეობებზე, რომელიც თავად ღმერთმა დაუწესა. თუ ქორწინება იმდენად დიდი რამ არის, რომ წმინდა მოციქული მას უფლისა და ეკლესიის კავშირს ადარებს, მაშინ განა ის ღვთის მადლით ეკლესიის კურთხევით არ უნდა იყოს განწმენდილი. განა აუცილებელი არ არის, რომ ადამიანისათვის ყველაზე დიდ მნიშვნელოვანი რამ ქორწინება ღვთის მორჩილებას ეფუძნებოდეს. ის ადამიანები, რომლებიც უფლის მორჩილებით ცხოვრობენ, იმის საჭიროებას გრძნობენ, რომ მათი ყოველი ნაბიჯი, ყველა საქმე ეკლესიის კურთხევით, ლოცვითა და მადლით შესრულდეს. დღეს ჯვრისწერა აუცილებელი აღარ არის, რადგან ბევრი ოჯახი სამოქალაქო წესით ქორწინდება. თქვენთვის, ქრისტიანებისთვის, რომლებიც ქორწინებით ყველაზე მნიშვნელოვან ნაბიჯს დგამთ ცხოვრებაში, განა ეკლესიის კურთხევა აუცილებელი არ არის. განა თქვენი კავშირი ჯვრისწერით არ უნდა იკურთხოს. ახლა ხშირად ქორწინების საწინდარი მხოლოდ ვნება, ქალსა და კაცს შორის ხორციელი ლტოლვაა. ადამიანებს მათი ზნეობრივი მოვალეობანი და ქორწინების ღრმა მნიშვნელობა გააზრებული არ აქვს. უფალი კი კანას გალილეაში ქორწილს დაესწრო და ამით ქორწინება აკურთხა. თუ მან ამის გაკეთება საჭიროდ ჩათვალა, განა ჩვენი ქორწინება ჯვრისწერის საიდუმლოთი არ უნდა ვაკურთხოთ. ერთხელ ფარისევლები მაცხოვართან მივიდნენ და ჰკითხეს: ჯერ არც კაცისა განტევებაი ცოლისა თვისისაი, ყოვლისავეთვის ბრალისა.
ხოლო იესო მიუგო და რქვამად, არა აღმოგიკითხავს არამედ თუ რომელმან დაჰყვა დასაბამსა, მამაკაცა და დედაკაცა შექმნა იგინი. და თქვა, ამისთვის დაუტევოს კაცმა მამა ითვისი და დედა ითვისი და შეეყოს ცოლსათვისა. და იყვნენ ორნივე იგი ერთ ხორცი. ვითარმედ არღარა არიან ორ, არამედ ერთ ხორცი. აც უკვე რომელნი იგი ღმერთმა შეაუღნა, კაცი ნუ განაშორებს. აი ღვთის თვალში რა არის ქორწინება. უფალი ბრძანებს, რომ მეუღლეს არ უნდა გავშორდეთ. განქორწინება მაშინაა დასაშვები, როცა ცოლ-ქმარი ერთმანეთს ღალატობს. დღეს კი ჩვენ შორის ბევრი მრუშობს. რამდენი უნამუსო კაცია, რომლებიც უწესო ქალთან საკუთარი ვნების დასაკმაყოფილებლად ცოლ-შვილს ბედის ანაბარად ტოვებს. საცოდაო მრუშო ადამიანო, ღვთის წინაშე პასუხს აგებთ იმისათვის, რომ თქვენს ცოლს გული საშინლად ადგინეთ. ვიღაც მეძავის გამო მიატოვეთ. ღმერთმა ხომ თქვენს ცოლთან შეგაუღლათ. უბიწო, კეთილმა ქალიშვილებმა თქვენ მოგცეს ყველაფერი, რაც მათთვის ძვირფასი იყო. სხეულისა და გულის სიწმინდე, თავიანთი მისწრაფებანი, სიყვარული არა მარტო ოჯახისა, არამედ ღვთისა. ისინი ელოდნენ, რომ მათ დაიცავდეთ, სიწმინდის გზაზე ატარებდით. თქვენ მათთან ერთად უნდა გევლოთ ძნელ, ვიწრო გზაზე, რომელიც სასუფეველში მიგიყვანდა. თქვენ კი მეძავის სახლში წახვედით. თუ არასდროს არ გსმენიათ პავლე მოციქულის სიტყვები, პატიოსან არს ქორწილი ყოვლითავე და საწოლი შეუგინებელი, ხოლო მეძავნი და მემრუშენი საჯნეს ღმერთმა. როგორ ბედავთ ქალის გულის ფეხქვეშ გათელვას. რასაკეთებთ, რატომ გავიწყდებათ, რომ უფალმა თქვენს ცოლთან ერთ სხეულად შეგაერთათ. რასაკეთებთ, თქვენ ხომ ღმერთმა ოჯახის თავად დაგადგინათ. თუ ვერ ხედავთ, რა დღეში ვარდებიან ბავშვები, როცა ოჯახიდან მიდიხართ. თუ ვერ ხედავთ ჩამქრალ ბავშვურ თვალებს, ვერ გრძნობთ ბავშვური გულის ტანჯვას. როგორ შეიძლება მამამ დედა მიატოვოს, ფიქრობენ ისინი და ტირიან, სლუკუნებენ, შემდეგ ბოროტდებიან. მამისაგან ასე ცუდ მაგალითს რომ ხედავთ, თვალი სხვა ცუდი მაგალითებისკენ გავურბით. ისინი ქუჩაში გადიან, ყველანაირ უმსგავსობას სწავლობენ და სამარადისო თავს იღუპავენ. თუ ღმერთის არ გეშინიათ, მას რა პასუხს გასცემთ? შეიძლება ახლა არ გადარდებთ, ვერც წარმოგიდგენიათ, მაგრამ როცა ღვთის წინაშე წარსდგებით, მაშინ კი შეძრწუნდებით და დაწყევლით იმ უწესო ქალს, რომლის გამოც საკუთარი ვნების დასაცხრობლად ცოლქმრული სარეცელი შეურაცხავთ. თუ ჩემს სიტყვებს არ შეისმენთ, იქნებ ჭკუაზე უფლის სიტყვებმა მაინც მოგიყვანოთ და დაცემისაგან გიხსნათ. მაცხოვარი ბრძანებს, რომელი იგი ღმერთმა შეაუღნა, კაცნი ნუ განაშორებს. უფლის სამჟავროსი გეშინოდეს. გააცნობიერეთ, ქორწინება რა პასუხისგებლობას გაკისრებთ. აიაზრეთ თქვენი მოვალეობანი ღვთის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე. აიხსენეთ, რა დიდი მნიშვნელობა აქვს ქორწინებას და იგი ისე წარმართეთ, რომ კურთხეული იყოს ღვთისაგან, რომლისა არის დიდება და სუფევა უკუნითი უკუნისამდე. ამინ. შეგვეციოს წმინდა ლუკა ყირიმელი. ისი ლოცვით, ეკლესიის მამების ლოცვით ღმერთმა შეგვაძლებინოს, სწორედ რომ აი ამ ღირსების და სიდიადის გააზრება, რაც არის ოჯახი და ამ პასუხისმგებლობით შევეცადოთ ყველანი, მშობლები, შვილები, ყველანი ერთად, რომ შევძლოთ, ნახეთ რას ამბობს წმინდა ლუკა, რომ მცირედან დიდზე უნდა გადახვიდეთ. ოჯახური სიყვარული თუ ვერ ისწავლა ადამიანმა, ის ღვთის სიყვარულს ვერასდროს ვერ ისწავლის. ვერასდროს. თუ კაცს თავისი ცოლი არ უყვარს და თავის ცოლის ერთგული არ არის, ის ღმერთს როგორ შეიყვარებს? ამ პირიქით. აი თუ ცოლი ქმარს ვერ ემორჩილება, ის ღმერთს დაემორჩილება, გამორიცხული. ივანე ღვთისმეტყველი გახსოვთ თავის 60 ეპისტოლეში ესეთ რამეს გვეუბნება, რომ თავს ნუ მოიტყუებ, თუ ძმა არ გიყვარსო, ვერც ღმერთს ვერ შეიყვარებ. თუ ძმა, რომელიც შენ გვერდზეა და ხედავ, ის არ გიყვარსო, ღმერთს როგორ შეიყვარებ, რომელიც არ გინახავს. ან შვილი, რომელიც მშობელს არ ემორჩილება და გონია, რომ ეკლესიაში დადის და აღსარებას ამბობს და სწორად ცხოვრობს. იტყუებს თავს, ასეთი ცოლიც, შვილიც.
იმიტომ რომ ის ვერც ღმერთს ვერ დაემორჩილა. გამორიცხულია, ეს თავის მოტყუებაა და მეტი არაფერი. აი სწორედ ამიტომ ამბობს სულ რამოდენიმე სიტყვაში დღევანდელ გადაგებაში წმინდა ლუკა, რომ ღმერთი ყველგან ცდილობს გვასწავლოს. ცოლქმრული სიყვარულით ის ცდილობს გვასწავლოს უფრო მეტი სიყვარული. ღვთის სიყვარული. ნახეთ, აი მინდა რომ კარგად დაუკვირდეთ. ღვთის სიყვარულს ისე ვერ ისწავლის ადამიანი თუ ჯერ ვერ ისწავლა ცოლქმრული სიყვარული, დედაშვილური, მამაშვილური სიყვარული, ძმური სიყვარული, მეგობრების სიყვარული, მერე ყველა ადამიანის სიყვარული და მერეა ღვთის სიყვარული. ეხლა გულწრფელად თითოეულმა ჩვენთაგანმა ჩვენ გულში ჩავიხედოთ. ყველას ხო გგონია რომ ღმერთი გვიყვარს. მაგრამ პრობლემები გვაქვს, ზოგს თქვათ მეგობარი არ გვიყვარს, ზოგი მშობელთან ვერ თანხმდება, ან და-ძმა ერთმანეთში ვერ თანხმდება, მაგრამ გულში ყველა ვფიქრობთ რომ ღმერთი გვიყვარს. აი მე ვფიქრობ დღევანდელი ჩვენი საუბრის ერთ-ერთი დასკვნა თუ იქნება ის რომ თავი არ მოვიტყუოთ და უპირველეს ყოვლისა ვისწავლოთ ერთმანეთის სიყვარული და მერე შეიძლება ვიფიქროთ რომ ღმერთი გვიყვარს. მხოლოდ მერე. და სიყვარული რა არის, ამაზე მოდი დღეს აღარ გავაგრძელებ, ზარ ვარ გაგვიგრძელდეს სიტყვა. ამაზე მერე სხვა დროს შეიძლება ვისაუბროთ, რა არის სიყვარული. და ვნახოთ მერე გამოვიკვლიოთ თუ საერთოდ ამ დედამიწაზე ვინმე გვიყვარს. აი მერე შევხედოთ. ილოცავთ კიდევ ერთხელ ამ მართლად ბრწყინვალე დღესასწაულს. აი იშვიათი არის ხოლმე რომ თანამედროვეობაში რაღაცა დღესასწაული დაწესდება, რომელსაც მართლა სიღრმისეული მნიშვნელობა აქვს. ძირითადად სამწუხაროდ ისეთი დღესასწაულები დგინდება, რომელსაც შინაარსი არ აქვს და რომლის შინაარსიც ალბათ მხოლოდ გართობა და დროსტარებაა ხოლმე. მაგრამ აი ეს დღესასწაული მართლა ძალიან ღრმა მნიშვნელობის მატარებელია თუ ადამიანი დაუფიქრდება ამას და წმინდა ლუკას დღევანდელი სიტყვა ამას კიდევ ერთხელ უფრო ესე ვთქვათ, კარგად გვააზრებინებს. ღმერთმა შეგვაძლებინოს, რომ მრავალი წელი ვიზეიმოთ ეს დღესასწაული და ისე აღიზარდოს ჩვენი ქვეყნის მომავალი თაობა, რომ მათთვისაც უმნიშვნელოვანესი იყოს ეს დღესასწაული. ეს დღესასწაული არაერთხელ გვითქვამს და გავმეორდებით, ეს არის გამარჯვება. ქართველი ერის გამარჯვება ბოროტზე. სწორედ ამ დიდ დაიწყო ეს გამარჯვება. სწორედ ამ დღით. ერთმა დამგორსა და გავხსნა.